მოგესალმებით, მე ახლა ამ ვიდეო გაკვეთილში მინდა გადავიღო ის, რომ როგორ გამომაქვს EOSprint-დან თანხა, ეს იქნება ეგრეთ წოდებული ვიდეო გაკვეთილის და ეს იქნება ისეთი ხალხისთვის ეს ვიდეო გაკვეთილი, რომლებსაც არ სჯერათ, რომ ეს საიტები ნამდვილად იხდიან თანხას. პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიყოთ შესული EOSprint-ზე და სტატუსი უნდა გქონდეს რაბოჩი. ანუ ტელეფონის ნომერიც ყველაფერს დაფიქსირებული უნდა იყოს. მე მოილიჩნიდან თქვენ ვებმანის ერის უნდა ეწეროს და VMID-ც, აი ეს ერი არის და ეს არის VMID. აი ეს ერი უნდა ეწეროს და PIN კოდი უნდა იცოდეთ, რა თქმა უნდა. თუნდა აღემატებოდეს თანხა 2 რუბლს ამ შემთხვევაში 18 რუბლი მაქვს ახლა ახალი გამომუშავებული და PIN კოდი დავკლიკავთ პოლუჩით ზენგი და WebMoney. შემდეგ აქ ჩავწერთ ჩვენ PIN კოდს. ჩავწერთ და გატოვას დავაჭერთ. და აი როგორც ხედავთ ჩვენ დაგვერიცხა თანხა 0 გაგვიხდა აკაუნტზე თანხა და ეხლა ვნახავთ WebMoney-ზე თუ დაგვერიცხა. აი როგორც ხედავთ 17 რუბლი და 97.90 რუბლი. ეს იმიტომ რომ ჩვენ მქონდა მართალია 18-ზე ოდნავ მეტი, მაგრამ საკომისიოს ცოტა მიაქვს და ესე გვირიცხავენ. ეს არის ჩემი მეორე აკაუნტი. ანუ პირველზეც მაქვს რაღაც $2-მდე, ამას გადავიტან ახლა იქეთ მე. აი განახეთ ახლა მე რამდენი მაქვს მეორეზე. შევდივარ ჩემ მეორე აკაუნტში და მაქვს 1.96 VM-ზე, ანუ $. ამის განახლება შეიძლება VM-წერტილი და ამ საიტიდან ამ თანხის განახლება ჩვეულებრივად როგორც გინდათ ინტერნეტში გადაიხო კომუნალური გადასახადები, ფინანსური, როგორც გინდათ აი აზარტულ თამაშებში ჩაეწყოთ და ასევე ბანკში გადარიცხოთ ნებისმიერ თქვენ სასურველ ბანკში. მოკლედ ამით ვიდეო გაკვეთილი დასრულებულია. და შემდეგ დავდებ როგორც გადავრიცხოთ დეტალურად VMLG-თ თანხა WebMoney-დან ნებისმიერ თქვენ სადაც გინდათ. კარგად ბრძანდებოდეთ.